კვირას 26 თებერვალს ყოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და ონეტარისმა ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად შენდობის ლოცვა აღავლინა. მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დიდმარხვის წინაკვირას შენდობის კვირას უწოდებს. ამ დღეს ქრისტიანები ერთმანეთს შენდობას თხოვენ. უწმინდესმა და ონეტარისმა პატრიარქმა შენდობა ითხოვა ქართველი ერისგან. უფალს კი შეჰვედრა თითოეულ ადამიანს მიუტევოს შეცოდებანი და მოჰმადლოს განცდა ითვისთა ცოდვათა. სახელითა მამისათა დაძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არ ღმერთი დიდხარ შენ უფალო და საკვირველარიან საქმენი შენი მრავალი სასწაული ქმნა უფალმა ქვეყანასა ზედა რომელიც ხელს გვიწყობს ჩვენ სასუფეველისაგან სვლაში ერთ-ერთი უდიდესი სასწაული რომელიც გზას გვიჩვენებს სასუფეველისაკენ ეს არის შენდობის კვირიაკე. შენდობის კვირიაკე თქვენი ცით დაწესებულია პირველ საუკუნეებში იორდანეს უდაბნოებში. დიდი მარხვის წინ ბერები ღებულობდნენ ლოცვა-კურთხევას და შენდობას ერთმანეთისაგან და მიდიოდნენ უდაბნოში აღდგომის საგალობლების გალობით, იმიტომ რომ არ იცოდნენ ცოცხალი დაბრუნდებოდნენ თუ არა უდაბნოდან. და ეს პირველი საუკუნეებიდან მოდის დღემდე და ჩვენ ვასრულებთ ამ შენდობის წესს. საკვირველია ადამიანი როგორ იტევს თავის თავში ამდენ სიკეთეს და ამდენ მოროტებას, ამდენ სიხარულს და ამდენ წუხარებას, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება, მუდამ დათრგუნული იქნება მოროტება და სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ხვდებით მწუხარებას, ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისაგან, რომელთაც სიკეთეს უკეთებთ, რომელთათვის ვზრუნავთ. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს ჩვენ მოთმინებას. ადამიანი კეთილია წარმოშობით, თავისი ბუნებით. ადამიანი ხატია ღვთისა, მაგრამ ადამიანში არის დიდი ბრძოლა. ადამიანმა უნდა აერჩიოს თავისი ადგილი ამ ბრძოლის დროს. ღმერთი არ სჯის ადამიანს. ხშირ შემთხვევაში თვითონ ადამიანი სჯის თავის თავს. მე არაერთხელ მithქვავს
რომ ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს ადამიანი ირჩევს მარჯვნივ დადგება თუ მარცხნივ. თუ ბოროტია ადამიანი, ის დგება, ირჩევს მარცხენა მხარეს. თუ კეთილია მარჯვენას, ადამიანი ბოროტი რომ დააყენოს უფალმა მარჯვენა მხარეს, ის ვერ გაუძლებს ამ მდგომარეობას და ადამიანმა ჯერ კიდევ დედამიწაზე უნდა აერჩიოს თავისი ადგილი. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გვეწევა ჩვენ და მომავალშიც შეგვეწევა. არ უნდა გაგვიტყდეს იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა, იმედი მომავლისა. და დიდი მარხვის წინ ჩვენ ღრმად ვხედავთ, ღრმად უყურებთ ჩვენს გულსა, ჩვენს გონებას, ჩვენს სულსა და ვხედავთ, რომ მრავალი ცოდვა ჩაგვიდენია. როგორ ვიტანთ ამდენ ცოდვას, ამდენ განსაცდელს, მაგრამ ღმერთი გვაძლევს იმედს და მოთმინებას. მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა მოგცეს ძალა, მადლი, სიყვარული, სიხარული, რომ განსაცდელის დროს არ დავეცეთ მიწაზე, განსაცდელის დროს უფალი მოვიდეს და გვიშელოს ჩვენ წინსვლაში. იწყება დიდი მარხვა. პირველი სიტყვები ანდრია კრიტელის კანონის იწყება სიტყვებით საით ვიწყო მე გლოვაი. ესე იგი ანდრია კრიტელი ამბობს საიდან ვიწყო მე მონანიება, გლოვა, გარშემო ცოდვებით ვარ მოცული და ამ დროს უფალი გვაძლევს ჩვენ მადლსა სულისაწმინდისა და სული წმინდა არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულებანთა აღმავსებელი. სული წმინდა შეგვეწევა ჩვენ. არ შეგეშინდეთ. ღმერთი ჩვენთან არის. ღმერთი შეგვეწევა. ბოროტი დაიწრგუნება და დღევანდელ დღეს ჩვენ შევყურებთ ცას, შევყურებთ ღმერთს და ვთხოვთ უფალს შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი ნებსიტნი და უნებლიეთნი. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მატარებელნი ბოროტისა,
ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ბოროტებისაგან. ჩვენ უნდა განვიწმინდოთ ცოდვებისაგან. და დღეს როცა მადლი ღვთისა უხვად გადმოდის ჩვენზე და ჩვენ შევთხოვთ უფალს შეგვინდოს ცოდვანი ჩვენი ნებსითი და უნებლიეთი და მე ცოდვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შევთხოვთ აღავლინეთ თქვენი ლოცვა ღვთის წინაშე და შემინდეთ მე შესოდებანი ჩემნი ნებსითი და უნებლიეთი. ამინ. შეგინდოთ ღმერთმა გაპატიოთ ყოველი ცოდვა ნებსითი და უნებლიეთი სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან პეტრეს და მეძავსა ცრემთა მიერ მიტევება იცოდვათა თვისთა მიანიჭე და მეზვერესა სახსა მისვლითა ციხენეშენი გულთა მისთანი განუმართლენ, ეგრეთვე მოხედე აღსარებასა მონათა და მხევართა აქა მდგომარეთა მყოფთა და სრულიად საქართველოს და რაოდენიც არა გწოდეს სიტყვით, გინა საქმით, ანუ გონებით, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, ნებსით, გინა უნებლიეთ, ამაცა ჰოი კაცმოყარეო მეუფეო შეუნდე. რამე თუ შემხოლოსა გაქვს ხელმწიფება იმიტებება ცოდათა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა. ესმა შეგინდოთ შესოდებანი თქვენი ნებსითნი და უნებლიეთნი და იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ამინ.